წარმოგიდგენთ. კახეთის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ ვაჩნაძიანთ კარში სტიქიით დაზარალებულ ციკლაურების ოჯახს პრემიერ-მინისტრი ესტუმრა და სახლების გადახურვის სამუშაოები მოინახულა. სარეაბილიტაციო სამუშაოებში სპეციალისტებს კახეთის მთელ რეგიონში სპეციალური სოლიდარობის ჯგუფები ეხმარებიან, რომლებმაც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სურვილი თავად გამოთქვეს. პრემიერმა მერაბიშვილმა სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ციკლაურების სტიქიისგან განადგურებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით დაათვალიერა და მოსახლეობას პრობლემების უმოკლეს ვადებში აღმოფხვასა და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაპირდა. ამას პირდაპირ ახლა და ვერ უყურებ. ვერ სიყურებ. ორივე სახა და? დიახ, ორივე. დამაგრებული. დამაგრებული იყო, კოჭები იყო ჩაშენებული იმაში, კედელში. მოწყვიტა პირდაპირ. და მოწყვიტა თავის კოჭები, თავის დიქტით. თავის უყოლაფრით და ვერ ვიყონე. საერთოდ ხოლოდა. ხო. ეს აჭარლების ბრიგადა ეს არის. ყველგან სადაც აჭარლების ბრიგადა, სადაც ყველგან კოდორში იყო, გორში ომის შემდეგ ამას ხდება ასეთი სტიქია და ვიცით რომ სტიქია როგორია და როგორ ძინავს ხალხის და ძალიან შრომელი ხალხია და როგორ ძნელია ხალხი. მეუღლე შემოხვიდით ხო? ხო, საღამოჩამო. ზოგიერთი შეიძლება გაიხაროს ხო? ზოგიერთმა კი არა შეიძლება მასიურად, აი ძირების საღი აქვს თითქმის. თუ გაიხარა, ამით გაიხარებს. ისე 860 ძირი მაქვს მე. აკა ხო? არა, ეს 70 ძირია, მაგრამ სხვაგან მაქვს ნაკეთები. იქ 100 აი ნაყოფი გააფუჭა, მაგრამ გადარჩა. სამომავლოდ ხე გადარჩა. და ეხლა ეს რო გადარჩა და ამოიყარეს. რამდენ წელში მოგცემთ ნაყოფს? ნუ პირველ წელს არა, მაგრამ მეორე წელს უკვე მოგცემს მოსავალს. ანუ მომავალს კი არა იმის და მოგცემს მოსავალს. ალბათ ვენახის გაგიფუჭდათ ხო? ვენახი 2 ჰექტარი. ისიც არ წარაგებთ ფარცებ. არაფერი, ფოთოლი აღარ აქვს. აი მდგომარეობაში. ალბათ პირველი წელიწადია რომ არაბეთ ყურძენი ხო? კი, რა თქმა უნდა, ესეთი რამე აღარ ჩვენ არ გვახსოვს. დავსეთქვით კი დავსეთქვილოთ, მაგრამ აი ესეთი პროცენტით არასოდეს არ დავსეთქვით. ეხლა ჩვენ ვაპირებთ რომ იქნებ ქალაქებს დაურიგოთ. ყველა ამ დაზარალებულს ვისაც საერთოდ გაუნადგურდა და არც ერთი არ დარჩა არავით არის, ასე ვთქვათ, გარკვეულ რაოდენობას ღვინოს სახელმწიფო საკუთრებაში, სახელმწიფო კომპანიიდან ჩამოყალიბდებით და ალბათ ეს სექტემბრისთვის დავიწყებთ არიგებას. ეს იმდენი ვერ იქნება, რამდენსაც თქვენ წურავდით ხოლმე. რამდენს წურავდი ხოლმე? სწორად ვითხოვე, მე ვიღებდი ყურძენს დაახლოებით 15-20 ტონას, 25 ტონა ყურძენს. ისე ეპიცენტრი აქ იყო რა, ასე. ძირითადად ესე იგი აქედან აი ეს ნაკვეთებია, დღეს ვიყავით ნაკვეთებში, ჩემს დიშურს აქ ნაკვეთები ისიც ამ მდგომარეობაშია. იქიდან დაიწყო და კახიფრის თავი იმდენად არ არის გაფუჭებული, დაზიანებული. აი მეორე სოფელი კახიფარია ჩვენ რომელიც ესაზღვრება ჩვენი რაიონს. იქ იმდენად არ არის დაზიანებული, რაც იზარდა და წამოვიდა და აქ პირდაპირ დაარტყა ჩემს სახლს. ასე წაიტა